გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ციხეზე გადაყვანამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, ჩემი აზრით, სრულიად უნიკალური. ისე კი რა უცნაურ დროში მოგვიწია ცხოვრება, მეგობრებო, რა? აი რაზე ვხარჯავთ ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საუკეთესო საათებს, სააკაშვილის წერილებს ვკითხულობთ და ვარჩევთ და ვაკომენტარებთ. იმდენი საინტერესო ადამიანის წერილია გამოქვეყნებული და ჩვენ კი ვიზზე ვლაპარაკობთ. როგორ არ დამწყდეს გული, რომ თომას მანის, ჩეხოვის, ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, მარკ ტვენის, მოპასანის წერილების მაგივრად სააკაშვილის წერილზე ვლაპარაკობ, მაგრამ ესაა დღევანდელი რეალობა. მეცაც ვიტყვი. ჩეხოვისა და თომას მანის წერილებს არ ექნებოდა იმდენი მოწონება, გაზიარება და ცრემლნარევი კომენტარი, რამდენი სააკაშვილის იმ წერილს აქვს და ეს ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ ხალხის გარკვეული რაოდენობა დეგრადაციის გზაზეა დამდგარი. 3000-მდე მოწონება აქვს იმ არ შემშემდება ამის თქმისა ადამიანთმოძულე ბოდვას, რაც სააკაშვილმა გამოაცხადა. არ მაქვს გარანტია, რომ ტექსტი პირადად მისი შექმნილია, რადგან ის დაალაგებულად ან გამართულად, როგორც ვიცი, ვერ წერს და ეს წერილი კი საკმაოდ სიტყვა კაზმულადაა დაწერილი. შეიძლება დედიკომისმა, დიდმა მეცნიერმა და მეცნიერებით გამდიდრებულმა გიული ალასანიამ დაუწერა, ან და გაუსწორა. ასევე არაა გამორიცხული, რომ ბიძიას ხელისურევია. ბიძია ხომ გამოირჩევა ქართველებისადმი გულმხურვალე სიყვარულით. კარგი, ეს არა ახლა მთავარი ვინ დაუწერა, მთავარი კი ისა, როგორც ბრძანე 3000-მდე მოწონება აქვს იმ ბოდვას. ჩემთვის კი ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ იმ 3000 ადამიანში არც ერთი ჩემი ფრენდი არ იყო. დიახ, აი ესაა სრული ბედნიერება, მეგობრებო. წერილის შინაარსი კი უამაზრზენესია. სააკაშვილი ჩვენ საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა კატეგორიებად ყოფს და რაღაც ანალოგიური მახსოვს უკვე იყო 100 წლის წინ გერმანიაში, სადაც ერთმა ავსტრიელმა ეფრეიტორმა, ვერშემდაგარმა მხატვარმა ასევე გადაწყვიტა ადამიანების დახარისხება და მისთვის მიუღებელი კატეგორიების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა. რით დასრულდა ეს, კარგად ვიცით. სააკაშვილი ჩვენ გვიწოდებს მეორე კატეგორიის ადამიანებსა და გრუზინებს, და ამბობს, რომ ციტატა ერთადერთი რაც გვაერთიანებს არის ალბათ ის, რომ მოგწონს ერთნაირი კერძები და საქართველოს ბუნება და ამის გარდა არც არაფერი გვაერთიანებსო. ძალიან მეეჭვება სააკაშვილს საქართველოს ბუნება რომ უყვარდეს. კერძები კი იცოცხლე უყვარს, ამაში ეჭვი არ მეპარება, თავს დარწმუნებული ვარ მთელი მსოფლიოს კერძები უყვარს, მთავარია ბევრი იყოს ის კერძი. ამასთანავე სამაჩაბლოდან დევნილმა ერთმა ადამიანმა მომიყვა სააკაშვილის პრეზიდენტობის ეპოქაში თუ როგორ იყო მოწმე მისი ვიზიტისა სოფელ ერედუში. ოქრუაშვილის ბრძანებით სააკაშვილს დაუკლეს ღორი, დაჯდა 5 კილო მწვადი, ულამაზად შეჭამა 3 ლიტრი ღვინა დალია, მერე ყველას გვაგინა და წავიდაო. რა უნდა და რა დაუშავეთ, ვერ გავიგეთო. ფანტასტიკური არ არსება ეს ვერშემდგარი დიქტატორი. ვუბრუნდები წერილს. მიხო წერს, რომ არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება, იქით არის სიბნელე და ბოროტება, რომელიც უნდა დავამარცხოთ და დავამარცხებთ კიდეც. ანუ მეგობრებო, მისი გაგებით სიბნელე და ბოროტება ვართ ჩვენ, ის და მისი მონამორჩილები კი არიან პროგრესი, სიკეთე და განვითარება. განვითარება და სინათლე გვირაბის ბოლოს არის თვითონ სააკაშვილი, ადეიშვილი, ძმები ახალაიები, ხაბეიშვილი, ბოკუჩავა, ბარამიძე და რასაკვირველია მათთან მიტმასნილი ინტელექტუალი ნანუკა ჟ. როგორც ხედავ, სააკაშვილი ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა, ფაშისტურ, ნაცისტურ გზას დაადგა. აი სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის, რის იმედი ჰქონდა ამ წერილს რომ აქვეყნებდა. წერილში ჩვენ, ანუ ის ვინც მის მხარეს არ დგას, მოხსენიებული ვართ როგორც პარაზიტები
და პარაზიტებს ებრძვიან, განა არა, თანაც ებრძვიან რადიკალურად, ანუ სპობენ. რა გამოდის, რომ სააკაშვილი თავის ენებს ღიად მოუწოდებს ეგრეთ წოდებული პარაზიტების მოსპობისკენ? ანდა კიდევ არის ვარიანტი, რომ ის როგორც იქნა მიხვდა, რომ გისოსებიანი ფანჯრის 4 კედელში ძალიან დიდი ხნით იქნება გამოკეტილი და ამიტომაც ვაბანკზე წავიდა, რადგან დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვს. მისი საბოლოო იმედი ალბათ ისაა, რომ ევროკავშირმა აქ თავისი ჯარი შემოიყვანოს, ხელისუფლება დაამხოს, რუსთავის ციხე შტურმით აიღოს და სააკაშვილი კვლავ სისხლიან ტახტზე დააბრუნოს. და ჩვენ კი მეორე კატეგორიის ადამიანები ყველა ტყვედ აგვიყვანოს და მონებად გავყიდოს სადმე ველურ დასავლეთში. აბა სხვა ახსნა მე არ მაქვს, თუ რატომ გამოჩეკა მან ასეთი გზავნილი. მინდა დავამშვიდო, ან უпростоრად გავაღიზიანო, რომ ეს არ მოხდება, რადგან ევროკავშირის ჩამყაყებული ბიუროკრატიის შემხედვარე ხვდები, რომ უფრო მალე კიბორჩხალა დაუსტვენს მათის მწვერვალზე, ვიდრე ევროკავშირი ქმედითუნარიანი ჯარის შექმნას შეძლებს და მით უმეტეს საქართველოს დალაშქრას, რათა დემოკრატიის მბჟუტავი ნახშირი ციხიდან დაიხსნას. და ბოლოს იცით ვინ უწონებს ამ წერილს და უწერს, რომ ძალიან მაგარი სტატუსია სწორი და საჭირო დროს? ირინა სარიშვილი. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.